ლიქიშვილის გამზირზე საპროტესტო მსვლელობას და კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კვლავ ეხმაურებიან პოლიტიკურ პარტიებში. ოპოზიციის ნაწილი 8 სექტემბერს მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს, მმართველი პარტიის განცხადებით კი რადიკალური ჯგუფები თავად ცდილობენ სიტუაციის პროვოცირებას. ლიქიშვილის გამზირზე გამთარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები დადგინდა, რომ დაკავებულმა 2 პირმა საპროტესტო აქციის მსვლელობისას აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძლეოდა. რაც შეეხება მესამე პირს, მას თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მომხდარ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს ითანამშრომლონ გამოძიებასთან და გამოძახებისთანავე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში. ბოლო 4 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ოფისი არის 13 ჯერ დარბეული. შუბებით, მოლოტოვის კოქტეილიც არის ნასროლი, დამწვარია შენობა, საღებავია შესხმული, ავეჯია დაზიანებული. არც ერთი პირი არ არის ამასთან დაკავშირებით დაკავებული. უბრალოდ პროპაგანდისტვისაც კი ის ზაზა მამააძე, ის არაკაცი, რომელმაც ქალს გაარტყა ხელი, შემდეგ გაიქცა, ამოეფარა პოლიციას და მე საშინელი ჟესტიკულაციით მიმართავდა დემონსტრანტებს, იმ კაცის გადარჩენა პროპაგანდისტვისაც კი რთული აღმოჩნდა და რამდენიმე ბარტყი გადმოაგდეს. ნათლად პირდაპირ უყურებთ ტოლუ ძალის გამოვლინებას, როდესაც ერთის მხრივ ხელისუფლება მის ოპონენტებს ჩვენ ყველას უდევნის ყველაზე სასტიკი ფორმით 23 წლის გოგო სპეცოპერაციით აიყვანეს მიკროავტობუსში და ისე ჩამოიყვანეს აქ და ჩვენ ხედავთ რომ ვინმე მიგრიულები, შმიგრიულები და ბიგრიულები რომელიც აორგანიზებენ რაღაცა სიკვდილის ესკადრონებს, აორგანიზებენ ვიღაცა კუნთმაგარ გონებას სუსტ ბიჭებს რომლებიც დარბიან მელიქიშვილს და შემდეგ 23 წლის გოგონებს და ბიჭებს უტყავენ და უტყაპონებენ მოწყალოთ ამ ადამიანებიდან დასჯილი არ არის. მელიქიშვილზე მომხდარი სცენარი არის ქართული ოცნების მიერ პროვოცირებული თავიდან ბოლომდე და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ის რაც ამას წინ უსწროდა აუცილებლად ემსახურება ადამიანების გაღიზიანებას, კიდევ უფრო მეტი ადამიანის და ჩვენი მოქალაქის ქუჩაში გამოსვლა. გუშინ რაც მოხდა ის იყო ტრაგედია, ახალგაზრდა გოგონა 23 წლის გოგონა დააკავეს წინასაარჩევნო ასე ვთქვათ ატრიბუტიკის დაზიანების გამო და მას ემუქრება 3 წლიანი პატიმრობა. 2 თუ 3 ადამიანის დაკავება, რომლებიც იმდენად აგრესიულად იქცეოდნენ და იდენტიფიცირებულნი იყვნენ ყველა სოციალურ ქსელში, ეს უბრალოდ არის საჩვენებელი თემა. ეს არის ერთიანი მეთოდოლოგია დიპსტეიტისა მთელ მსოფლიოში. მათ მხოლოდ ესმით ძალადობის ენა. რა თქმა უნდა, ისინი გააგრძელებენ ამ საქმიანობას, იმიტომ რომ სხვა მეთოდოლოგია არ გააჩნიათ. ჩვენ რა თქმა უნდა ამ პროვოკაციას არ ავყვებით. ჩვენი მთავარი შემკვეთი და დამკვეთი არის ქართველი ხალხი. ჩვენ დაველოდებით მათ ნებას, რომელთაც გამოხატავენ ადგილობრივ არჩევნებში. იქ, სადაც საკმარისი მტკიცებულებები გამოჩნდება სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, არავინ არ უნდა იყოს მეორე პლანზე გადაწეული მისი პოლიტიკური შეხედულებების ან მისი სტატუსის გამო.